მოგესალმებით მეგობრებო, აი დაგიბრუნდათ კრივის სამყაროს მორიგი ეპიზოდი და მორიგი ფრენა ევროპისკენ. ტრადიციულად მივდივართ უკვე შემოდგომის სეზონი გავხსენით და ამჟამად მივდივართ უკვე გერმანიაში. მე ვიქნები ვეტერანი მოკრივის, ძალიან გამოცდილი და ქართულ საკერო სამყაროში ყველასათვის კარგად ცნობილი მოკრივისა და ახლა უკვე მწვრთნელის ვლადიმერ ჯანეზაშვილის სეკუნდანტი რინგზე. როგორც უკვე გითხარით, ბევრის ნახველი მოკრივია, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ასაკშია, ძალიან კარგად გაიარა მოსამზადებელი ეპიზოდები, მოსამზადებელი ბანაკი კარგი ქონდა, როგორც თვითონ ამბობს და რაც მთავარია აქვს შესაბამისი მხნეობა, შესაბამისი შემართება და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. მოკლედ, არ გვექნება მარტივი გზა, გვექნება საკმაოდ რთული გზავრობაც, გვექნება საკმაოდ რთული ბრძოლაც, სავარაუდოდ, თუმცა ჩვენ ვეცდებით, რომ საკუთარი გასაკეთებელი გავაკეთოთ მაქსიმალურად და ჩვენ აი ამ ვიდეო ბლოგში გაჩვენებთ ჩვენი მოგზაურობისა და ასპარეზობის ყველა დეტალს, ასე რომ წავიდეთ. ახლა ჩვენ ვართ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და გველის გზა თბილისიდან სტამბულამდე და სტამბულიდან უკვე ჰანოვერამდე, სადაც იქნება ჩვენი საბოლოო დანიშნულების ადგილი. ახლა იწყება უკვე ჩასხდომა და მე და ვოვა გავფრინდებით პირველ რიგში სტამბულისკენ. წავე. თურქეთში დამღლელი ლოდინის შემდეგ, 8 საათიანი ლოდინის შემდეგ, აი ბერინგელი არის ხოძე და მოკლედ გადავლახეთ ეს სირთულეებით აეროპორტში და მოკლედ მივდივართ ახლა გერმანიისკენ. ყველაფერი კარგად არის, განწყობა გვაქვს ჩვენიერი. ჩავალთ და ეგრევე უნდა დავუშვათ. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. აბა ჩვენი წავედით. ესე ჩამოვედით, მე და ვლადიმერი ადგილზე ვართ ჰანოვერში. ცირეოდენ ლოდინი შეხვდა, შემდეგ დაგვხვდა ჩვენი მასპინძელი და მივდივართ ახლა პირდაპირ სამედიცინო შემოწმება იქნება და მე უკვე გაგრძელდება ჩვენი დღე, გვექნება საშუალება რა ცოტა დავიცვენოთ და საღამოს უკვე ბრძოლა. რა ვიცი, ცოტა დაღლილები ნამდვილად ვართ. გზაში არ იყო მარტივი გზავრობა, დიდხნიანი პაუზა ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, რაც მთავარია, ბატონი ვლადიმერი ინარჩუნებს განწყობას, мотивაციას და ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ხალისი და ყველაფერი კარგად იქნება დარწმუნებული ვარ. წავედით.
ერთიანი გზავრობა მქონდა და ჩამოვედით აი ამ ქალაქში ამელნელი მესალამურე და გიგია. აი ეს ადგილას ვარ. რა ვიცი ახლა მე მგონი სამედიცინო შემოწმება გვექნება. ესეთ კლუბში მოვედით. პატარა ქალაქია. საინტერესოა ესეთ. მოკლედ მეგობრებო, აი ასე ჩამოვედით, მოგვიყვანეს დარბაზში, სადაც უნდა შედგეს ჩვენი ბრძოლა. თუმცა სამედიცინო შემოწმებას ველოდებით, დიდი დრო გვაქვს, სანამ იქნება დაღლილები ვართ. სასტუმროში ჯერ ვერ მივდივართ და პირდაპირ საღამოს ბრძოლა გვექნება, რაც რა თქმა უნდა არ არის მარტივი, რთულია, თუმცა მიუხედავად ამისა, რომ ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ განწყობა და დრო ვიხელთეთ და ვოას პატარა გავესაუბრები. მოგეხსენებათ, საკმაოდ გამოცდილი მოკრივეა ვლადიმერ ჯანეზაშვილი. არაერთი ბრძოლა აქვს გამართული, მათ შორის თავის დროზე იყო მოდის კიკბოქსინგიდან და სამგზის მსოფლიო ჩემპიონია კიკბოქსინგში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან გამოცდილია და ძალიან ბევრის მნახველი, მაინც ინარჩუნებს თავის სპორტულ ფორმასაც, ინარჩუნებს განწყობასაც და ყოველთვე და ძალიან ხშირად არა, მაგრამ შიგადაშიგ მაინც ახერხებს და პროფესიონალურ რინგზე ატარებს ბრძოლებს საკმაოდ საინტერესოს. ვოვა, აბა გითხარი, შენ თვითონ როგორ გძნობ თავს, როგორ ხარ მომზადებული ამ ბრძოლისთვის, როგორი განწყობით ხარ, მზადების პროცესში ხო არ იყო რაიმე შეფერხებები? კარგად ვარ მომზადებული, იმზადებით, სადაც თვენახევარია და ჩემთვის არანაირი პრობლემას. ხო არ ყოფილა, ხო არ არის რაიმე ან ტრავმა, ან რაიმე ისეთი, რაც მას შეიძლება ხელი შეგვიშალოს დღევანდელ ბრძოლაში? არაფერი. არანაირი პრობლემა არ არის. მე მაინტერესებს აი შენ მაგალითად ხლა დღევანდელი დღეც ჩვენ ვნახეთ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი მგზავრობა მოგვიწია, ამის მიუხედავად შემართებით მივდივართ და საღამოს უკვე ბრძოლა გვექნება. ეს შენზე როგორ მოქმედებს? ხო არ იქნება რაიმე შემაფერხებელი თუ პირიქით мотиваციას გაძლევს, რომ უფრო უკეთესად იასპარეზო? არანაირი შემაფერხებელი. გუშინდელი სპორტსმენი ხო ვარ, მთელი ცხოვრება 30 წელია სპორტში ვარ და ყველაფერი გექნა ნახი, ხო? წვალები, ტანჯვისა და სისხლის დაფულის მოდის შედეგი არ მოდის. მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხო, შენ კლუბზე ახალი დარბაზი გაქვთ, გორში საკმაოდ ბევრი სპორტსმენი მოდის, ზოგადად და ყოველთვის მოდიოდა და არაერთი მოსწავლე გაგიზრდია. დღესდღეობით რა სიტუაციაა თქვენ დარბაზში, თუ მოდიან საინტერესო მოკრივეები, ახალგაზრდა თაობა და დაინტერესება თუ არის ზოგადად სპორტით და საბრძოლო ხელოვნებით? კი, ისდებიან გაი სპორტსმენები, როგორც კიკბოქსინგში, ასევე პროფესიონალ კრივში. არიან კარგი ახალგაზრდა მოდის. აი ახლა სულ მოახლოებულ ბრძოლაზე, მოახლოებულ თბილისში სულ მალე იქნება ძალიან საინტერესო მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლები, საქართველოს კამერის გათამაშება დიდი საკრივო შოუ იქნება. მათ შორის მრავლად არიან შენი მოსწავლეებიც აი ამ შოუზე, ვინც იასპარეზებენ, მათი მზადებას როგორ შეაფასებ პირადად შენ და რა მოლოდინები გაქვს? მზადებით კარგად ვარ ჩემ სრულად იცით და მაქსიმუმები რომ შედეგს მიაღწევენ. ყველაფერი მათზეა უკვე დამოკიდებული. პირობები როგორია თქვენ დარბაზში? პირობები ყველანაირი პირობებია, რა ვიცი. რაც არის სავარით თუ რამე საჭიროა ყველაფერი გვაქვს. გამართის წყალობით ძალიან კარგი, მოკლედ პირობები არის, მწვრთნელი ხარ, თაობა მოდის და მე მგონი მხოლოდ საუკეთესო და საუკეთესო იმედი უნდა გქონდეს საომავლოდ. ხელისუფლება ყველანაირ გვერდში გვიდგია გვეხმარება. ჩვენმა ყოფილმა მერმა ვლადიმერ ხინჩიკაშვილმა დარბაზი ყველანაირი აღჭურვილობები გავკეთა. ის მე შედეგებიც გეთესია. ხო, ანუ ესეც მოქმედებს, რა თქმა უნდა, კარგ გარემოში და კარგ სიტუაციაში და იმაში. რო იზრდება ბავშვი იქნება თუ პროფესიონალი უკვე. თავის რინგით, თავის გუშინ, თავის საუნით ყველაფერთ რა, ყველაფერი გვაქვს. მოკლედ, მინდა გისურვო წარმატებები, საკმაოდ საინტერესო ადგილას ვართ, თუ შევძელით დღეს ბრძოლამდე მე და შენ გავისეირნოთ, აქაურობას დავათვალიეროთ. დანარჩენი რინგზე როგორც ბებერ მგლებს შეეფერება, ისე ავალთ და ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ. დანარჩენი ვნახოთ, ღვთისნებაა და გამოჩნდება ყველაფერი. აბა წარმატებები. აი ხარი მადლობა, აბა.
გამოვისეირნეთ ამ ქალაქის ქუჩებში, საკმაოდ საინტერესო ისეთი ტრადიციული გერმანული სტილის ქალაქია. ვისადილეთ ყველაფერი ძალიან ნორმალურად, კარგად, ის ჯერჯერობით და ეხლა მივდივართ უკვე ბრძოლებისთვის სპორტის სასახლეში. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გველის, ჩვენ ხსნით ღონისძიება, საკმაოდ დიდი ივენთია, მსოფლიო კამრები თამაშდება და ჩვენი პირველი მთავარი ბრძოლების წინ გამხსნელი ბრძოლა იქნება სწორედ ჩვენი და ვნახოთ დანარჩენი უკვე როგორ წავა ვითარება. აი ესეთი კარგი ამინდი შეგვხვდა სასეირნო და ცოტა ვისეირნეთ კიდეც. ტრადიციულ ფორმაში, როგორც 12 წელი ასპარეზობს ვლადიმერ ჯანეზაშვილი ევროპულ რინგზე. წავედით. გადახრები არ დაგავიწყო. აი ფარე და გადახრებთ. აი, ნელა არ იჩქარო რომ ახლო შედი ჩაეხუტე რომ არ მოგარტყა. ან შედი ან გადი. ერთი ორი გადი. აი, ცოტა ემუშაო. ესე მეგობრებო, სრულდება ჩვენი მოგზაურობა და ასპარეზობა, ვიმყოფებით თურქეთის აეროპორტში. რა შეიძლება ითქვას, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, სამწუხაროდ დავმარცხდით ამ ბრძოლაში, თუმცა მაქსიმალურად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სასიამოვნოა, რომ ვეტერანი მოკრევე, ისეთი როგორც არის და ბევრის მნახველი ვლადიმერ ჯანეზაშვილი ცდილობს, რომ იყოს ფორმაში, ცდილობს, რომ დადოს თავისი მაქსიმუმი რინგზე, ცდილობს რომ ყოველთვის გავიდეს რინგზე, იბრძოლოს, ხასიათი გამოავლინოს, რაც მისასალმებელია, სამწუხაროდ ამ შემთხვევაში დავუმარცხდით, თუმცა კარგ მაგალითს აჩვენებს ვოვა, მებრძოლი ხასიათს აჩვენებს თავის შეგირდებსაც, მომავალ თაობასაც და მინდა უსურო წარმატებები. რაც შეეხება მასპინძლობას, ძალიან არ ვართ კმაყოფილები ამ კუთხით, ცოტა უყურადღებობას ჰქონდა ადგილი ჩვენი მასპინძლების მხრიდან, თუმცა ხდება ხოლმე ეს ყველაფერი, უყურადღებობა გამოიხატა არა პუნქტუალურობაში, რაც გერმანელებისგან ცოტა გასაკვირია, მაგრამ გვიწევს ხოლმე და ხდება ესეთი რამეც, ყველაფერი მოგვარდა. ახლა კი სტამბულში ვართ, აქაც გვიწევს
ლოდინი დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში და მარტივი არ არის ეს ყველაფერი, თუმცა ესეც შემადგენელი ნაწილია აი ამ მოგზაურობების და შეჩვეულები ვართ ამ ყველაფერსაც. ასე რომ მეგობრებო, საკრებულო სეზონი გრძელდება, წინ გველი ძალიან ბევრი საინტერესო მოგზაურობა, საინტერესო ასპარეზობა, ქართველი მოკრივეების, ყველაფერი კარგად იქნება, მინდა ყველას წარმატებები ვუსურვოთ, თქვენ კი აუცილებლად დაელოდეთ კრევის სამყაროს მომავალ ეპიზოდებს, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპიდან. ნახვამდის.